გავიგეთ როგორია ხელისუფლების პოზიცია ევროკავშირთან დაკავშირებით, ახლა კი ვნახოთ რას ფიქრობენ მოქალაქეები, რა სარგებელს ელიან ასოცირების ხელშეკრულებისგან. ქუჩის გამოკითხვა ახალ ამბებში. ევროპის ასოცირება სიკეთეს მოგვიტანს, ყველაფერი პროგრესი იქნება, ბაზარსაც ეშველება, მეგონი სამუშაო ადგილსაც ეშველება, ხელფასსაც ეშველება, ჯანმრთელობასაც ეშველება, ჩვენც ეშველება. არა, მართლა არ ვიცი ახლა ზოგადად რაც ტელევიზიით მესმის, ის შემიძლია გავიმიორო და ახლა მინდა დავიჯერო, რომ კარგს მოიტანს. მე მაგალითად საზღვაო აკადემიაში სწავლობ და იმედი მაქვს, რომ უცხოური გემების ფლოტზე შევძლებთ, რომ წავიდეთ და იქ ვიმუშაოთ. ბევრ რამეს კარგსაც მეუდანს, მაგრამ ბევრ რამესაც ესეც ცუდსაც. პირადად ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შემეძლება თავისუფლად უფრო უკეთესად და გავაუმჯობესოთ ჩემი ცოდნები, წავიდე უცხოეთში. სამუშაო ადგილების შექმნა, ხალხის გადაადგილება უვიზოთ, სწავლა ევროპაში და ალბათ მეტი გასახანი ექნება ჩვენ მოსახლეობა და საქართველოს ამით ამოისურვოთ. მე ასე მესახება. პირველ რიგში რაც მე მახარებს ყველაზე მეტად, საზღვრები გაიხსნება უფრო მეტად, მიმოსვლა იქნება უფრო იოლი, იგივე უვიზო მიმოსვლა იქნება ძალიან კარგი და ასევე უფრო კონტაქტი უფრო მჭიდრო გახდება, თავისუფალი და კარგი იქნება ალბათ ძალიან. გლეხი ადამიანი წამოფეხს აიდგამს, იმუშავებს რაღაცას, მოიყვანს უფრო უკეთეს მოსავალს და რავი, არ ვიმწვალებ სხვაზე. მე მგონი წინსვლა ექნება საქართველოს და უფრო გაუძლიერდებით ეკონომიკურად.